ვერათია ვარ ჯამთერი ჯანსაღი აღდგენილი სული, ბარადიული სული. ეხლა რაზე მინდა ვილაპარაკო? ენერგია როგორი არსებობს? ენერგია არსებობს სიტყვასაც თავისი ენერგია აქვს. ყველა სიტყვას თავისი ენერგია აქვს. ყველა ასოს თავისი ენერგია აქვს. ყველა ციფრს თავისი ენერგია აქვს. ენერგია არსებობს მატერიალური, არსებობს თხევადი, ენერგია არსებობს ბევრ და ირი. მაგალითად ენერგია არსებობს მინიმალური ან მაქსიმალური, მინიმალური, მაქსიმალური, მულტი, მალტი ენერგიები არსებობს, მატრიცული, ანტიმატრიცული ენერგიები არსებობს, წაღმა ენერგიები, უკუღმა ენერგიები არსებობს, მირმეჟმირული, მირული, მეჟმირული ენერგიები არსებობს, ანტიმირული ენერგიები არსებობს, პარალელური ენერგიები არსებობს, ზერკალური ენერგიები არსებობს, სენსორული ენერგიები არსებობს, მეჟპარტალი ენერგიები არსებობს, მირული, ანტიმირული ენერგიები არსებობს, ხილული ენერგიები არსებობს, არახილული, უხილავი ენერგიები არსებობს, აბრატნი ენერგიები არსებობს, რიაბრატნი ენერგიები არსებობს, არსებობს ნაცნობი ენერგიები, შინაური ენერგიები და უცნობი ენერგიები, გარეული ენერგიები არსებობს. მოქმედი ენერგიები არსებობს, რაბოჩი ენერგიები არსებობს, ანტირაბოჩი ენერგიები არსებობს, უმოქმედო ენერგიები არსებობს. მაგნიტური, ანტიმაგნიტური, უმაგნიტო ენერგიებიც არსებობს. ენერგიები ესვეტრი ენერგიებზე ვიძახი, მესვეტრი ენერგიებზე ვიძახი, თორე მინუს პოლოსოვანი ენერგიები მარტო მინუს პოლოსოვან დეგრადირებულ სისტემებში არსებობს. ამას ვიძახი ისეთ ენერგიებზე, რომლებიც მართლა არსებობს, მაგალითად ჯივას ენერგიები, მაგალითად გაიას ენერგიები, მაგალითად კოსმოს ენერგიები, მაგალითად ასტრალური ენერგიები. ეს ენერგიები თავისებური ფუნქციები აქვს და თავისებური ფორმები აქვს და თავისებური სისტემებითა და სტრუქტურებით თავისებური ფორმებით არსებობენ. არსებობს მოქმედი ენერგიებია, უმოქმედო ენერგიებია, არსებობს გიპნოზური ენერგიები, გიპოთეზური ენერგიები, ალბათური ენერგიები, შემთხვევითი ენერგიები, გალაგრამული ენერგიები, გალაგრამული ენერგიები არსებობს, კერძო ენერგიები არსებობს, საერთო ენერგიები არსებობს, პოზიციური ენერგიები არსებობს, ოპოზიციური ენერგიები არსებობს, რიგითი ენერგიები არსებობს, შემთხვევითი ენერგიები არსებობს, სამანავიძონი ენერგიები არსებობს, პერეკლადური ენერგიები არსებობს, შენაძენი ენერგიები არსებობს, თანდაყოლილი ენერგიები არსებობს, არის სულიენი ენერგიები არსებობს, უსულო ენერგიები არსებობს, ცოცხალი, არაცოცხალი ენერგიები არსებობს, პროცენტული ენერგიები არსებობს, უპროცენტო ენერგიები არსებობს, ძალოვანი ენერგიები არსებობს, უძალო ენერგიები არსებობს, ზაშიტლი ენერგიები არსებობს, ანტიზაშიტლი ენერგიები არსებობს, ნეიტრალური ენერგიები არსებობს, მიკროენერგიები, მაკროენერგიები არსებობს. მიკრო-მაკრო სამყაროებში მიკრო და მაკრო ენერგიები არსებობს. დისტანციური ენერგიები არსებობს, ონლაინ ენერგიები არსებობს, ოფლაინ ენერგიები არსებობს, ეთერული ენერგიები არსებობს, პროგრამული ენერგიები არსებობს, ანტიპროგრამული ენერგიები არსებობს, ვირუსული ენერგიები არსებობს, ტრადიციული წესჩვეულებითი ენერგიები არსებობს, მოდნი ენერგიები თუ ანტიმოდნი ენერგიები თუ ძველმოდური ენერგიები თუ ვადაგასული ენერგიები არსებობს, ხარისხიანი თუ უხარისხო ენერგიები არსებობს, ნიჭიერი თუ ნიჭო ენერგიები არსებობს, ვირტუალური ენერგიები არსებობს, ტრიგერული ენერგიები არსებობს,
ტუფტაყალბი ენერგიები არსებობს, პარალელური ენერგიები, ზირკალური ენერგიები არსებობს, მატერიალური თხევადი, მყარი, ნივთიერი, გაზური, სიხშირული, ჰაერული ენერგიები არსებობს, რადიაციული ენერგიები არსებობს, სისტემური, უსისტემო ენერგიები არსებობს. ანუ სხივი, რასაც ქვია სხივები, მოქმედი სხივები, უმოქმედო სხივები არსებობს, ენერგიები არსებობს, ბევრნაირი სხივები და ბევრნაირი ენერგიები არსებობს. ხო, ელექტრონული, ელახიმული ენერგიები არსებობს. ნუმეროლოგიური ენერგიები და სხივები არსებობს, რიგითი, სმენითი ენერგიები და სხივები არსებობს და ბევრნაირი ენერგიები არსებობს. პლანეტარული, მეშპლანეტარული ენერგიები არსებობს. სუბიექტური, ობიექტური ენერგიები არსებობს. ეს გავიგეთ, არსებობს იეროგრიფული ენერგიები, არსებობს იეროგრიფული ენერგიებიც არსებობს, ფერთა გამათა ენერგიებიც არსებობს და ფერთა გამათა სხივებიც არსებობს. ანუ ენერგიები მოძრაობენ სინათლის სიჩქარის და მიხედვით. თუ უმოქმედოა ენერგიები, მძინარა ენერგიები, ეს ენერგიებიც ახდენენ ზეგავლენას. და ასე ვთქვათ, მოქმედი, უმოქმედო ენერგიები მაინც ახდენენ ზეგავლენას. ანუ რაბოჩი, ანტირაბოჩი ენერგიებიც არსებობს, ზაშიტნი, ანტიზაშიტნი ენერგიებიც არსებობს. ეხლა, ანუ კვანტოვ ენერგიებს ეძახიან ამას, კვანტოვი ენერგიები, კვანტოვი სხივები, კვანტოვი სკაჩოკები და კვანტოვი ენერგიები. ხო, ეს არის ენერგიები, ანუ სულიერი ენერგიები. ანუ სულიერი ენერგიები შეიძლება გამოიხატოს და საერთოდ ბუნებრივი ენერგიები, სულიერი ენერგიები, კოსმო ენერგიები არის მრავალნაირი. ეხლა მინუს ნეგატიური ენერგიები, როგორი არსებობს მინუს ნეგატიური ენერგიები, ანუ დაძაბული ენერგიები, ანუ დისტრუქტიული ენერგიები, რასაც ქვია, არსებობს ყველა სახით არ არსებობს. დისტრუქციული ენერგიები არსებობს მხოლოდ დისტრუქციულ განზომილებებში, დისტრუქციულ, ასე ვთქვათ, იერარქიებზე, დისტრუქციულ სიტყვებში, დისტრუქციულ ციფრებში, დისტრუქციულ იეროგრაფებში, დისტრუქციულ წესწვეულებებში, დისტრუქციულ მოქმედებებში, ანუ მოქმედებებში და დისტრუქციული ენერგიები არსებობს მხოლოდ დისტრუქციულ სცენარებში, ან დისტრუქციულ ფიქრებში, ან დისტრუქციულ აზრებში, ან დისტრუქციულ მაგალითად ვიღაცა გეჯავრება, რაღაცა ისა, მაგრამ ეს მაინც არსებობს დამძიმებული ფორმით, ანუ ნეგატიური ფორმით. მაგრამ დისტრუქციულ ეს ენერგიებს ბევრი განზომილება არ აქვთ. აქვს მხოლოდ მინუს პოლოსავანი განზომილება.
და კაი ფორმის ენერგიებს, ანუ სვეტლი ენერგიებს, ანუ მაღალი ვიბრაციული ენერგიები შეიძლება არსებობდეს ბევრნაირი ფორმით, ბევრნაირი მოდით, ასე ვთქვათ, ბევრნაირი ასე ვთქვათ სახით, ბევრნაირი ბევრნაირი სახით შეიძლება არსებობდეს კაი ენერგიები. ხო, ბევრნაირი სახით შეიძლება არსებობდეს კაი ენერგიები, ასოზნავო ან неосознанно შეიძლება არსებობდეს კაი ენერგიები ბევრნაირი სახით, ტრიგერულადაც, ვირტუალურადაც და შინაურულადაც, გარეულურადაც, პოზიციურადაც, ოპოზიციურადაც, კერძოთაც, საერთოთაც, სულიერათაც, სულოდაც, ცოცხალი, არაცოცხალი ენერგიები, კაი ენერგიები არის ბევრნაირი. ეხლა მაგალითად დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო, ხო? ეს არის ენერგია. ენერგია მეხანიკაზე დაფუძნებული, ელექტრომეხანიკაზე დაფუძნებული ენერგია, კაი ენერგია. ანუ უსულო ენერგია, მეხანიკური ენერგია, რითაც ასე ვთქვათ, ფუნქციონირებენ პლანეტები, ხო? ასეთი კვანტოვი ენერგიები არსებობს, ანუ კვანტოვი ენერგიები არის კაი ენერგიები. და არის მინუს ნეგატიური ენერგიები, რომლებიც არსებობენ მხოლოდ მინუს პოლუსებში, იმ განზომილებებში, სადაც არსებობენ. ადამიანს დაუშვათ ვიღაცა ეზიზღება, ხო? თავისთავი ხო არ ეზიზღება, ვიღაცას უნდა რომ ცუდი გაუკეთოს, სხვაობა თავის თავს გაუკეთოს ცუდი. მაგრამ არიან ბევრი ადამიანები თავის თავსაც უკეთებენ ცუდს, ხო? მაგრამ ყველას ხო ცუდს ვერ უკეთებს, არა? შეიძლება იქ 1-2 ადამიანს გაუკეთოს ცუდი, მთელ მსოფლიოს ცუდს ვერ უკეთებს. სამაგეროთ მზის სხივი, მზის სხივი როგორია? მთელს დედამიწაზე ეფინება სინათლის სხივი. სინათლის სხივი როგორია? არის მინიმალური სიჩქარის, მაქსიმალური სიჩქარის, მინიმალი, მაქსიმალი, მულტი, მალტი, მიჟმერ-მიროლი, გალაგრამული და ასე შემდეგ. ანუ ენერგიები სხვადასხვანაირი ტემპით, სიჩქარით, ფორმით და ჰაერი როგორი არის? ჰაერის ენერგიაც ასეთი არის. ეს ენერგია ადრეც ენერგია იყო, ეხლაც ენერგია და მომავალშიც ენერგია იქნება. წარსულშიც, ახლაც და მომავალშიც ენერგია არის ენერგია. ყველა სიტყვას კიდე თავისი ენერგია აქვს. მაგალითად თავისუფლება. თავისუფლება, სიტყვა თავისუფლება. თავისი ძალა აქვს და თავისი ენერგია აქვს სიტყვა თავისუფლებას და თავისუფლება ფლობს მთლიან დედამიწას კი არა და მთლიან პლანეტებს ფლობს სიტყვა თავისუფლება. სიბოროტე რას ფლობს? სიბოროტე, სიტყვა სიბოროტე რას ფლობს? არაფერს. სიბოროტე, სიტყვა სიბოროტე, ან მონობა, ან მონა, სიტყვა მონა, ან მონობა ფლობს რას? მინუს პოლუსოვან რაღაცა განზომილებას, ნულ განზომილებას. მინუს პოლუსოვან ნულ განზომილებას. ანუ სიტყვა მონა ვერ ფლობს ვერც დედამიწას, ვერც გალაქტიკას, ვერც არის მინუს პოლუსოვანი სიტყვა, всё. ეს სიტყვა მონა ვერ აღიტაცებს ვერავინ და ვერ შეიყვანებს ვერავინ. მაგრამ სიტყვა თავისუფლება შეიყვარა, აღიარა და აიტაცა ყველამ. სიტყვა სიყვარული შეიყვარა და აღიარა და აღიტაცა ყველამ. სიტყვა სიძულვილი არის
ვერ ფლობს ვერაფერს სიძულვილი არის რაღაცის სიძულვილი, ვიღაცის სიძულვილი, ანუ მინუს პოლუსოვანი დეგრადირებული რაღაცა ერთ პოლუსოვანი, ნულ პოლუსოვანი რაღაცა ვიღაცის მიმართ რაღაცის მიმართ, როცა ადამიანი პირადული ან სახელმწიფოებრივი, მაგრამ მაინც მინუს პოლუსოვანია სიტყვა სიძულვილი და ასე ნეგატიური ენერგიები, ნეგატიური ციფრები, ნეგატიური კოდები, ნეგატიური ასე ვთქვათ ლოცვები მაგალითად, ნეგატიური წყევლები, იმას ესე მოვიდეს და იმას ესე მოვიდეს, ეს წყევლა ვერაფერს ვერ ფლობს, რჩება იმ მინუს პოლუსოვან განზომილებაში. და სიტყვა დალოცვა, მადლობა, გაიხარე, დაილოცე, უკვე აიტაცებს ყველა და უკვე დედამიწის გარშემო კი არ ტრიალებს სიტყვა დალოცვა და მადლობა, მთელი გალაქტიკის გარშემო შეუძლია ამ ენერგიას იარსებოს. ეს გავიგეთ კვანტოვი ენერგიები. კვანტოვი ენერგიები არსებობს სიტყვაშიც, ფიქრშიც, პროგრამებშიც, ხასიათებშიც. კვანტოვი ენერგიები არსებობს ცოცხალი, არაცოცხალი, მაგრამ არაცოცხალი კვანტოვი ენერგიები რა არის ახლა? არაცოცხალი კვანტოვი ენერგიები არის მაგალითად ჩვენთვის არაცოცხალი კვანტოვი ენერგიები არის ბუნება რო აყვავდება. არა ხო აყვავდა ბუნება. მადლობა ბუნებას რომ აყვავდა, გაყვავდა, გამწვანდა. წვიმა რო წამოვიდა. რომ დაგვასვლა წვიმამ, ასე ვთქვათ, გაგვასუფთავა წვიმამ, ასე ვთქვათ, მადლობა წვიმის ძალას, ხო? სმერითი ენერგიები, კი ვთქვი, სიხშირული ენერგიები. დაახლოებით ესე არის ენერგიები და ენერგოგრაფიკები და კვანტური გრაფიკები. და ეს მერე თქვენ თვითონ შეხედეთ რა სიტყვა, რომელ ძალას, რა სიტყვა, რომელ ენერგიას, რა ციფრი, რომელ ენერგიას გამოიმუშავებს. და რა ენერგია საიდან მოდის? მულტიდან მოდის, მალტიდან მოდის, მირმეჟბირიდან მოდის, აზერკალია ზერკალიებიდან მოდის, თუ როგორი მოდის. ეს თქვენ თვითონ უნდა შეიცნოს ადამიანმა ყველანაირი ენერგია და ყველანაირი სიტყვა და ყველანაირი ეს მარტო ქალური და კაცური ენერგიები არ არის. მე ვთქვი ხო, რომ ქალს აქვს XY ენერგია, იანი და ციები. ქალს აქვს XY ენერგიები, იანი და ციები. კაცს აქვს მარტო 2X ენერგიები. ანუ Y აღარ აქვს. ამიტომ ქალს უფრო შეუძლია ენერგიების გადამუშავება და გადატრანსფორმირება და კაცსაც შეუძლია ენერგიების გადატრანსფორმირება, მაგრამ ცოტა ძნელად. ხო, მერე კაციც არის ქალის მხარეც, დედის მხარეც. კაცის მხარეც, ქალის მხარეც. ქალური ქრომოსომები ქვია ამას XY-ს და XX. ქალს აქვს X-იც და Y-იც. ანუ ამას ეძახიან жизненные силებს. ქრომოსომულ жизненные силებს. ხო, დროებითი ენერგიებიც არსებობს, времени ენერგიებიც არსებობს. ჩერეზა ენერგიებიც არსებობს. ჩერეზა ენერგიები, აი როგორ აგიხსნათ, ეხლა რა არის, მაგალითად საჭმელი შევჭამეთ რაღაცა დავნაყდით, ხო, ჩერეზამ საჭმელით ავიღეთ რაღაცა ბიოსისტემისათვის რაღაცა ენერგიები.
დროებითად ვიყავი კაი ხასიათზე, დროებითად ვარ ეხლა სტრესებში, ცუდ ხასიათზე ვარ ხო, ან უფრო კაი ხასიათზე ვარ ხო, მაგალითად. მაგალითად ის კაი ხასიათზეა და გადმომედო მისი კაი ხასიათი და ჩერეს კაი ხასიათზე დავდექი მეც. აი ეს არის ჩერეზა ენერგიები, დროებითი ენერგიები და ონლაინ ენერგიებია ეს, ონლაინში ვცხოვრობთ, კოსმოსში ვცხოვრობთ და კოსმოსი 24 საათი ტრიალებს. და რაც გვინდა რომ გავთიშოთ, ანუ დესტრუქციული ენერგიები, უნდა ვთქვათ, რომ დესტრუქციული ენერგიები ოფლაინ ატმინია პადარში გამოირთოს, ოფლაინ ატმინია პადარში все დესტრუქციული ენერგიები, разрушительные, საბარაზრუშტი დესტრუქციული ენერგიები ოფლაინ ატმინია პადარში.